ჯანმრთელობაზე და შენ თავარ თემაზე დავიწყებდეთ საუბარს, მე უკვე მიჩვეული ვარ, რომ დავდივარ ვეძებ რაღაც ვიდეოებს და დღესაც ერთი უცნაური ამბავი ნახე. უბედურება არ თქვა ტრადიციულად. უბედურება არ არის, ძალიან საინტერესო რამ არის, პირდაპირ კითხვით გადავა ბიზნესთან. მოდი მე ახლა ჩავთავ და თანაც ვერბალურად შეგატყობინებ თუ რა ხდება ამ ვიდეოში. მოდი აბა ჩავთე მოკლედ. თანამედროვე კვლევების თანახმად ბავშვებს სჭირდებათ მიკრობები და არა ანტიბიოტიკები, იმისათვის რომ აიმაღლონ თავიანთი იმუნიტეტი. აუცილებელია ჩვენ შვილებს მივცეთ საშუალება ითამაშონ ტალახსა და ჭუჭხში. ჰიპერჰიგიენური გარემო ასუსტებს პატარების იმუნურ სისტემას, იწვევს ალერგიის განვითარებას. ზედმეტად სუფთა გარემოში ყოფნა ანტიბაქტერიული საპნების ხშირი გამოყენება ანადგურებს მიკრობებს ხელზე, ჩემბიძინა, რაც ეწინააღმდეგება იმუნიტეტის გაძლიერებას, ქრონიკული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაშიო. სისხლის, სახლის დალაგება და გასუფთავება რა თქმა უნდა აუცილებელია, ისე როგორც ხელის დაბანა ჭაბის ან საფირფარეშთან გამოსვლის შემდეგ, თუმცა გარემო უნდა იყოს სუფთა და არა სტერილური. მაგალითად, ბავშვები, რომლებიც ხშირად დადიან სოფელში, ფერმასთან აქვთ ურთიერთობა ბუნებასთან ან იზრდებიან შინაურ ცხოველებთან ერთად, ნაკლებად უვითარდებათ ალერგია და ასთმა. მიეცით მათ საშუალება ითამაშონ თავისუფლად იქ, სადაც უნდათ. ისინი უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები გაიზრდებიანო. ასე ამბობენ ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე. მაგრამ უყურე რა გამოვიდა, ახლა ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, მივხვდი, რომ ჯანმრთელობა ასე პირდაპირ სიბინძურეშია. ალბათ ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო ვიდეოს მოძებნისთვის, ესეთი საინტერესო კითხვის ფორმულირებისთვის და ეხლა მე შევეცდები ახსნა გავაკეთო ჯანმრთელობა არის თუ არა სიბინძურეში და თქვენი ნებართვით ეკრანთან გამიგზავნა. მიბძანდი ბატონო ბიძინა. ისმენ გულისხმობ. მოკლედ, ყველაფერი დაიწყო ესე. აბა 80-იანი წლების ბოლოს, ეს იყო 1999 წელი, არსებობს ესეთი გამოცემა, ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი, სადაც მეცნიერმა დავით სტრეხანმა გამოაქვეყნა თეორია, რომელსაც მსოფლიო დღეს იცნობს როგორც ჰიგიენური თეორია. ჰიგიენური თეორია გულისხმობს ერთ, ასე ვთქვათ, მარტივ დაკვირვებაზე დაყრდნობით და გაანალიზებულს ინფორმაციას, რომ რაც უფრო ჭარბი მიკრობული ექსპოზიცია არის ადრეული ასაკიდან ადამიანის ორგანიზმზე, იმ ადამიანს პირველ რიგში ნაკლები ალერგიული დაავადება, ანუ ასთმა, რინიტი და ბევრი სხვა აუტოანტებადი დაავადებები ემართება. ამ ჰიგიენურმა თეორიამ შეიძლება ესე ითქვას, მარტივად რო ახსნათ, დაახლოებით 2000 წელს განიცადა მოდიფიკაცია და სიტყვა ჰიგიენა ამოიღეს. დღეს ამ თეორიას ეძახიან ძველი მეგობრების თეორიას. ძველი? აი ხა რას ნიშნავს ამას გეტყვით. ადამიანი რაც არსებობს მილიონობით წლებია. ჩვენ გვყავს ძველი მეგობრები. ანუ ჩვენი old friends ესე ამბობენ ხოლმე. მიკრობები, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. ამიტომ ჩვენ რადგანაც დავიწყეთ, რაც უფრო განვითარებული ხდება საზოგადოება, სუფთა ცხოვრება, ყველაფერზე ვაქცინაცია, ანტისეპტიური საპნებით დღედაღამ გამოყენება, ქიმიური აგრესია, აი ეს მიკრობები, რომლებიც ცხოვრობენ, ბევრი ანტიბიოტიკების მოხმარება. ამან განაპირობა ამ ძველი მეგობრები მოსპოდა, ასე ვთქვათ, ამის ბრალი ხო არ არის, რომ ალერგია ნომერ პირველი დაავადებაა. რასაკვირველია, ერთ-ერთი თეორია, აი თქვენ ხედავთ ეხლა ჩვენ ეკრანზე მოვიტანეთ გრაფიკა, სადაც არის სასწორის ორი პინა წარმოდგენილი. ალერგიის მხარეს და ალერგიული პირიქით, ანუ არაალერგიის მხარეს. რა იცავს ადამიანს, რომ სასწორის ეს მხარე იყოს გადახრილი არაალერგიული დაავადებების მხარეს, ანუ პირიქით, კარგი იმუნური სისტემა იყოს. ეს არის რაც უფრო მეტია განვითარებად ქვეყნებში ნაკლებია ალერგიული დაავადებები, დიდი ოჯახები სადაც არის, ანუ ბევრი ოჯახის წევრი, ნაკლები ალერგიული სტერილიზაციას ვერ ახერხებენ სწრაფ-სწრაფ. სოფლის პირობებში, სადაც უფრო ფერმაა, სადაც ცხოველია თავიდანვე, იქ ნაკლები ალერგიული დაავადებები, კუჭნაწლავის ბაქტერიებზე მე ვისაუბრე, აი თქვენ მიაქციეთ ყურადღება, ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენება, დადგენილია, რომ წლამდე ასაკის ბავშვს თუ 3-ჯერ და მეტჯერ ანტიბიოტიკი აქვს უკვე დალეული, 1 წლამდე ასაკში. მას დაახლოებით 6-ჯერ ეზრდება ასთმის განვითარების რისკი. იმიტომ რომ ეს ჩვენი ძველი მეგობრები ანტიბიოტიკი ვერ არჩევს, კარგს და ცუდს. და რეზისტენტული არ ხდება. ბუნებრივია, ეს რეზისტენტობის პრობლემა კიდე სხვა თემაა. ამიტომ პირიქით, რა ზრდის ალერგიული დაავადებების და არა მარტო აუტოანტებადი დაავადებების რისკს. განვითარებული, კარგი, სუფთა ქვეყნების დაავადებაა. ეხლა აზიის და აფრიკის ქვეყნებში ალერგია დიდად არ აწუხებთ. იქ სხვა პრობლემებია. პატარა ოჯახები, სადაც ერთი შვილია, იქ მეტი ალერგიული დაავადებებია. აი თქვენ ხედავთ, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მიკრობული ფლორა, ამაზე აღარ შევაჩერებ კიდე თქვენს ყურადღებას. ანტიბიოტიკების ხშირი მიცემა, ჭიებით ინვაზიის რაოდენობის ვთქვათ შემცირება, სანიტარული ნორმების დაცვა. ანუ რაც უფრო მეტად არის, ოღონ ახლა ერთი რაღაც უნდა დავითვალისწინოთ. ჭარბი
ჰიგიენური, ასე ვთქვათ, ნორმები, ეს იმას არნიშნავს, რომ მაინც და მაინც ახლა ჩვენ სალმონელა დაავადებული წყალი დავალევინოთ ჩვენ შულს და დიზენტერია და ასე შემდგომ. ესენი უკვე არიან არა ჩვენი ძველი მეგობრები, არამედ ჩვენი მტრები. აქ ლაპარაკია რომ ჩვენ ასე ვთქვათ, მაქსიმალური და ჭარბი რაღაც ჰიგიენა არ არის აუცილებელი. არ არის აუცილებელი რომ მშობელმა ვთქვათ, რაღაცა ერთი ვაშლი 5 ჯერ გარეცხოს, 6 ჯერ გაამშალოს და მერე მიაწოდოს თავის შვილს. საჭიროა ზომიერი ჰიგიენის დაცვა. ნიკოლოს რაღაცა უნდა რო თქვას და ესე იგი რა გამოდის ახლა ბიჭინა რომ დაუვარდებოდა ჩემს შვილს საწყო არა აიღებდა ჩემი ცოლი ჯერ ჩააგბობდა კირში მერე წყალბადის ჟეჟანში გახეხავდა მერე სოდით გაამშალებდა მერე მიკროსკოპში გააცხედავდა და მერე აძლევდა ბავშვს მე სულ შეუბერავდი გამდინარე წყალს ასე დავფერთხავდი ორ დღეს ეში ხვარივლები ნიკოლოს ქუჩაში მიდავდი ნიკოლოზის შვილი არ არის ჩემი პაციენტი ანუ ალერგიული დაავადებები საერთოდ არ აქვს იმიტომ რომ მე ასე ვიქცევი ხო ამის დამსახურება თეკა ხედა რა ბიძინა ექიმი მოგეთ მე მგონი გასაგებია რაზეც ვისაუბრი ამ შემთხვევაში ანუ ეს არის სწორედ ეს ჰიგიენური თეორიის არსი ანუ არ არის აუცილებელი ჯანმრთელობას იმიძულეში კი არ არის ზომიერებაშია და ასე ვთქვათ არაფერი გადაჭარბებული არ ვარგა სოდა წყალბადის ჟეჟანი არ შეიძლება მე ვარ უაღრესად კარგად გაზრდილი არც შენი პაციენტი ვარ და არც არასოდეს ავად არ ყოფილვარ ბიძინა გადავიდეთ თავარ თემაზე ანუ ზომიერებას აქვს მნიშვნელობა უნდა დავიცვათ უნდა გავიაროთ სადღაც შუაში არც სტერილური უნდა იყოს ყველაფერი და ზედმეტად გაპრიალებული და არც ტალახიანი და ამოსრული ამოგვანგული სად არის ზღვარი სად გადის როგორ სადანე ეხლა ეს ამ გადაცემის ნაწილში ძალიან ძველადიან და ასე ვთქვათ ხანგრძლივადიან პასუხს მოითხოვს ჩემგან ამიტომ ამას მე რეაგიხსნით ეხლა გადავიდეთ გადაცემის ასე ვთქვათ შემდგომ